მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ალილოს მსვლელობა მოეწყო. გორში მსვლელობა საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მონაწილეებმა ქალაქის დიდი ნაწილი შემოიარეს. გზა და გზა მოქალაქეები მათ ტკბილეულსა და საჩუქრებს აძლევდნენ, რომლებიც მოგვიანებით უპოვრებს გადაეცემათ. ეს არის დღე სიხარულის, იმედის, რომ ყველაფერი კაცობრიობას საბოლოოდ იქნება გამარჯვებული ბოროტებაზე და გამარჯვებული ეშმაკზე და ყველაფერი კარგად იქნება. და იმისათვის რომ ასე იყოს, ქრისტესთან კავშირი უნდა ქონდეს ადამიანს ამ წუთის სოფელში. ამას ახარებს ეს საზეიმო მსვლელობა, ამას ახსენებს ადამიანებს და დღესაც ესე იგი ახლა ამას ჩვენი ბავშვები ვითარცა ანგელოზნი ისე ახარებენ ჩვენს ქალაქს. მრავალ დაესწარეთ. ალილოს დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 2000 წელს აღდგა. მსვლელობისთვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის განსხვავებული შესამოსელი. ამასთან შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად ყოვლად წმინდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ. კი ლოცავთ, დღეს არის 7 იანვარი და არის შობა და მე პირადად 3 წელია გამოდივარ ამ დღესასწაულზე და ყველას ვლოცავთ. ჩვენ შემდეგ მე უფე გვალოცინებს თავს და შემდეგ მივიდივართ ალილოს მსვლელობაზე. ამ მსვლელობაზე ასევე ხალხს ვეხმარებით და ასევე მამა მათ სახლებს და ეზოებს აკურთხებს. როცა დამდეგ შობა ახალწელს. დღეს უნდა ამეყაროს დედიკომ აქ უნდა დავრჩეთ და დღეს დღევანდელი დღე უნდა ჩავატაროთ. გილევსავთ შობას ალილოში ვიღებ მონაწილეობას. ყველა ვიცმევთ ფორმებს და როდესაც სანამ ტაძრამდე მოვალთ ხოლმე, ვღერივართ ალილოს და ძალიან კარგი დღესასწაულია. წმინდა სახარების მიხედვით უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად ბეთლემში გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც ვარსკვლავთ მრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანისცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს, ოქრო რუკი და მური უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.